უკრაინა რუსეთის დელეგაციები და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ომის შეჩერების პირობებს 3 დღის განმავლობაში განხილავდნენ. Თუმცა სამშვიდობო გეგმის ის ნაწილი, რომელმაც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები და ეკონომიკური რესურსები უნდა მისცეს, კვლავ შეუთანხმებელი რჩება. პოლიტიკო წერს, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების რეალური გარანტიების მიცემა მხოლოდ შტატებს შეუძლია, რადგან ევროპას შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. ამ ფონზე ამერიკული მხარე მაიამის შეხვედრებზე მიღწეული შედეგებით მაინც კმაყოფილია. Ცალკეული კონსტრუქციული შეხვედრა გაიმართა შეერთებული შტატების და უკრაინის ფორმატში, რომელიც 4 ძირითად დოკუმენტზე იყო ფოკუსირებული. 20 პუნქტიანი გეგმის შემდგომი განვითარება, მრავალმხრივი უსაფრთხოების გარანტიის ჩარჩოსთან დაკავშირებული პოზიციების შეჯერება, უკრაინისთვის შეერთებული შტატების უსაფრთხოების გარანტიის ჩარჩოსთან დაკავშირებული პოზიციების შეჯერება და ეკონომიკური და კეთილდღეობის გეგმის შემდგომი განვითარება. მოლაპარაკებების უშედეგობამ თეთრი სახლის შემდეგ სენატიც აალაპარაკა. სენატორები თანხმდებიან, რომ თუ აგრესორი ქვეყანა სამშვიდობო შეთანხმებას უარყოფს, მაშინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ფრთოსანი რაკეტები უნდა გადასცეს, რომელთა მთავარი სამიზნეც რუსეთში არსებული დრონებისა და რაკეტების მწარმოებელი ქარხნები გახდება. Ვცდილობთ პუტინი მშვიდობიანი მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიყვანოთ და მან ყველა ჩვენი მცდელობა უარყო. თუ ის ამჯერადაც არა სიტყვის, იმედი მაქვს პრეზიდენტი ტრამპის შემდეგს გააკეთებს. ხელს მოაწერს ჩემს კანონპროექტს, რუსეთს ტერორიზმის სპონსორად გამოაცხადებს 20,000 უკრაინელი ბავშვის გადაცემის გამო. ფუნდამენტურად უნდა შევცვალოთ ჩვენი თამაშის წესები, მათ შორის ტომაჰავკების რაკეტების უკრაინისთვის მიწოდებით. შეერთებული შტატების მსგავსად კონსულტაციების მორიგი რაუნდი კონსტრუქციული აღმოჩნდა უკრაინული მხარისთვისაც, თუმცა ჯერ კიდევ გადაუჭრელმა პრობლემებმა ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ ოკუპანტი ქვეყნის მიმართ წნეხის გაძლიერების აუცილებლობაზე აალაპარაკა. რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს. წლის ბოლომდე უნდა მივიღოთ სიახლე უკრაინისთვის დახმარების პაკეტის გადაწყვეტილებაზე, რომელიც რუსეთის ომის უნარიანობას შეამცირებს. კონსულტაციებით უკმაყოფილო მხოლოდ მოსკოვია. კრემლში თანხმდებიან, რომ უკრაინის, ევროპისა და შეერთებული შტატების მიერ ბოლოს შემუშავებული პირობების უმეტესობა მშვიდობის დამყარებას ხელს უშლის. თუმცა ევროპაში ომის მთავარ დამნაშავედ და მშვიდობის ერთადერთ დამაბრკოლებლად მხოლოდ პუტინს მოიაზრებენ. პუტინმა უნდა გაიგოს, რომ კიდევ ერთ თავდასხმას მისთვის დამანგრეველი შედეგი მოჰყვება. ამისთვის 3 დონე არსებობს. პირველი, უკრაინის შეიარაღებული ძალები, მათ ომის დასრულების შემდეგ ქვეყნის დაცვა უნდა შეეძლოთ. მეორე დონე, მსურველთა კოალიცია. კოალიცია მომავალში ყველაფერს უზრუნველყოფს, რომ პუტინმა ეს აღარ გაბედოს. მესამე დონე, ამერიკის შეერთებული შტატები. ახლა ჩვენ ამ 3 ელემენტის გასაერთიანებლად ვმუშაობთ. ომისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად პოლიტიკური ტემპერატურა ევროპაში ძიმეტებს და მთავარ პრობლემად კვლავ გაყინული რუსული აქტივები რჩება. დასავლური მედია წერს, რომ მაკრონმა, რომელმაც რუსული აქტივების გამოყენებაზე თანხმობისგან თავი შეიკავა, მერცს უღალატა. ბელგიას, იტალიასა და საკითხისადმი სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნების რიგს კი ბოლო მომენტში შეუერთდა. მაკრონმა მერცს უღალატა და ამისთვის მას გადახდა მოუწევს. ის იმდენად სუსტია, რომ იტალიის პრემიერის მხარდაჭერის გარდა სხვა არჩევანი არ ჰქონდა. მაკრონის მხრიდან ღალატის ეს ფაქტი კი ევროკავშირში ოდესღაც მჭიდრო ფრანკო-გერმანული ტანდემის დასუსტებაზე მიანიშნებს. გარემოებებს დამატებითი სკანდალიც ამძიმებს. მოსკოვში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი მომხდარის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. მათ შორის დანაშაულში უკრაინის სპეცსამსახურების მონაწილეობა განიხილება.